ჰეიო, ყმაწვილებო. დღეს ნინოს ხევის ჩანჩქერს ვნახავთ და ვიმყოფებით კაი ხალხთან ერთად. ეს ჩვენები არიან, ჩვენები. აი ესელები არიან სულ. და ვნახოთ აბა როგორი ვლოგი გამა. მოკლედ ვნახავთ ნინოს ხევის ჩანჩქერს. მე არ ვიბანავებ, ფეხებს ჩავაჭაყუნებ. შენ აპირებ ბანაობას? რა თქმა უნდა, მაგისტრის მოვა. და იქ რო ეწერა ბანაობა არ შეიძლება? იქ რა ეწერა მე არ წამიგეთქე. მე კიდე არ მენდობი. არ ცოდნა, არ ცოდვა. და თან მე არ მენდობი. მოდი აბა. უნებში რომ დამწერა. ეგ ყვითელია? თუ ჩაურებული საერთოდ. ყვითელია, ერთი ყვითელი არის. ყვითელი, შავი. ერთი ყვითელიც არის. კურკები არა, ხო? მოწათიან ნიკორაში. კურკითაა თუ კურკოთ? გამოიწერეთ მეგობრებო ლუკას არხი. და subscribe-ეთ. და კიდევ სამოგენ და ლაიქეთ ეს ვიდეო. გაზი. მეგობრებო, მეც გამომიწერეთ Instagram-ზე. მე კიდე შენ გადაგე. არა, ჩემი ბლოგი. შენი ბლოგიც და? გამომიწერეთ. არ უნდა გეთქო. სამთანგეთებში და ეგეთ ადგილებში და. აიფონი. აგე როგორ ეთყობა, ნახე ვერტიკალურად იდეს. 16 Pro. ვერტიკალურად. ვერაფერი ვერ უყო. გამარჯობა. მე ჯერ სტატივი არ მაქვს, მაგრამ ეგეც იქნება, მოვაწყებ ვიდეოს. იღებს მა? კი. აი ეკიკეთი რა მოგწონს ყველას რა. ძალიან მაგარია. მე კონტენტზე. კი. მაშინ ჯერ კითხვა უნდა დასო. დაგისვა უკვე მზად ხარ? დიახ. ახლა ნუ მოდის არ და. ის რა ქვია? შენც არ იცი ნინოს ხევის ჩანჩქერი რატო ქვია? არა. რამე ისტორია მოიგონდა? სამი ნინო არის დამრჩვალი ზედისეთ. მე უკეთესი ვარიანტი მქონდა. შემეძლო სიკვდილის სცენების გამო. აბა ერთი ფას სოფელში იყო ერთი ქალი, რომელიც იყო ძალიან გაცელთმიანი, თითქმის კოჭებამდე თმა ჰქონდა. და რაღაც პერიოდის მერე გაიკარგა, უბრალოდ სახელიდან წავიდა და მერე ვეღარ იპოვეს. და აქ კი მოდიოდა წყალი, ანუ იყო ჩვეულებრივ ხევი, მაგრამ არ იყო ესეთი წყალუხვი. და ჩანჩქერიც არ იყო აქედან გამომდინარე ესეთი წყალუხვი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო ამდენი წყალი. და ამბობენ, რომ ეს ნინო წასულა ჩანჩქერში და იქიდან გადმოვყარა, ანუ თავი მოიკლა. კი. და თავი რომ მოიკლა, მოკლე არ მოგეწონა და ერთი სიკვდილი ნორმალი. ის მოკვდაო და ამან თავი მოიკლა. აჰა, ამან თავი რომელი მოიკლა. ჯობია მე? ხო და ზოგადად წყალმა მოიმატა მას შემდეგ, სანამ ეს ადამიანი თავს მოიკლავდა, იქამდე ცხარე ცრემლით ტიროდა. ამიტომ ბუნება მისი ეს ყველაფერი გაიგო. მოიგონეოდა. მოკლედ მისი ეს ყველაფერი გაიგო, ეს მისი ხასიათი, ტკივილი, ყველაფერი. არჩია უკეთეს. ბიჭო, ის კი არა, კაი. თუმაცით დამაცავეთ შეიძლება. მე თავიდან ჩავწერე. და ეს ჩანჩქერიც ასეთი მაღალი და გრძელი, იმიტომ არის რომ მის თმასთან ასოცირდება ეს სიგრძე, იმიტომ რომ მასაც ხო ეს კოჭებამდე გრძელი თმა ქონდა, ხართ მე ცოტა მოკლება. კი გრძელია, მაგრამ ხოდარები. ომა კოჭებამდე არა. კოჭებამდე არ არის, რა თქმა და ეს ნინო იყო ძალიან ლამაზი ქალი და იმიტომ არის ზოგადად ეს მთელი ხეობა ძალიან ლამაზი. და ჩანჩქერიც აქედან გამომდინარე, მაგიტო არის ესეთი ლამაზი რა. და მოკლედ მის სიგრძეს უკავშირდება ჩანჩქერის სიმაღლე და მის ცრემლებს ასეთი რაოდენობა. გასაგებია. და ხეობის სილამაზე, მის სილამაზე. ნამდვილად რა. და ცამისი თვალებია კიდე და ასეთი მოწმენდილი და ცამისი თვალების ფერია რა. ხეები რა არის? ხეების ტკივილი არის, რაც მას გულში ქონდა რა. მაგით დაგრეხილი და რაღაცა. დაგრეხილი და ესეთი დაბურული მახინჯი რა. მახინჯი არა. ტკივილის კი ლამაზი ქონდა ესეთი, იყო პოეტური ადამიანი იყო ეს. ნებოდიში. და დაერქვა ნინოს ხევი რა. მადლობა. კი, კაი. გამოაქვეყნებთ. ბიზნესი აკლია. თუ მოგეწონათ ეს ვერსია და ლაიქეთან დააკომენტარეთ თუ რომ მოგვეწონა ეს ვერსია. მარიამის ვერსია მოგვეწონა. გავიგეთ? და ლაიქი ან კომენტარი. არ შეეშინა ვიდეო, არ შეეშინა. არ გაფაქტო. არ გავფაქტო, მაგრამ ოსაძე ვაიბუნობს. აი გამოგა. ზეგარ მაგაზე ჯენჯო. მარა არის მოქმედი. ხოკენა გიტავდი. შენზე მოქმედებს? ცა მოვალოდნელობის ეფექტი შეიძლება კონდეს, მაგრამ ეს გველი შემაში. აი, ვერზე ეგრე ორი თითი ატაკე ეგრევე და წაარჩე დაარჩე. ხოკეტაშვილის ხავარნის მასალები გახდა. ეს რა მაგარი ხიდი არის. აბა თუ
თუ ჩავარდი დავაფიქსირებ იმ მაგდებს. Hello. ესეთი ადგილი ბევრია. მარიამ, ესეთი ხიდები არის კიდე? ახალ ბილიკზე მე მგონი აღარ უნდა იყოს. მართლა იგა. ავა მაშინ უკან აბა რაღა უნდა. გაატარეთ მეგობრო. ადრე იყო ხეობას მიუყვებოდი, გესმის? ხეობას მიუყვებოდი და გიწევდა სხვადასხვა დიდ ლოდებზე აბობრება. იქ იყო მოსახტომის სიმცეები ხო და ახლა მე ყველაფერს ავწდებით სამწუხაროდ. ეგ მიყვარს. ნორიოში სამაგიეროდ ჩანჩქერთან შეგიძლია. ნორიოში დიდი ხევი არ არის, მაგრამ ქვები იქაც არის. იქიდან ქვებზე ვერ შევიყოლო. ამ საერთოდ არა. გადაღებული. ხევი ხო არის, წყალი მოიქნება. ამ მდინარე გაქვს ასე წყალი. შრალი ხევია. სადაც ხრიოკზე ხართ იქაც. ნაუთის მდინარეა. ხევი არის, წყალი არ არის. თავი უწყო დარჩა. წყლის მაგალითად ნაუთი მოედინება. ნაუთი? პატარა არაბეთი არის, თქვენ არ იცით თორე. მოდა შორის შეიძლება. შეიძლება კი არის, ჰა? თვითკმარები ხარ? ნაუთით? არა, თურქულ კომპანიას გაქვს. და საუიაცონავ. თურქულ კომპანიას გააჩა. მარა ერთი არის დალუქული არის ადგილი, იქ ის არავინ არ იღებს. მილები წესით ხო სოციალურ დროს ისეთენს, მაგრამ მილები დახრეტილია. თავისი წნევით რაც ამოდის, იქ ორმოში გროვდება, მე მოსახლეობა იღებს. შენ სადამდე? ტრაქტორებში ეს წაგიყვან განახეთ. იმა გარო წაუშვი. ეს სიტყვებად არ უნდა დარჩეს. უეჭველი, აი ვიდეოსაც გადავიდე. შენ წამოხარ? აი ნორიოს შეკრებას რომ მოვაწყო. შენ აწყობ? ეგრე მინდა. შენ თუ მოაწყობ მე წამოვაწყო. და შენ იქაც შენ ვერ ვაკეთე. ხელი ჩამორ. დავთვალებულო. ფაქტია ასე ვარ? ხელი ჩამორთმეულა ვიდეოზე დაფიქსირდა. ნე კონტენტი და ვიდეო. ელაშული. დაახლოებით 10 წამში თქვი გამოიწერეთ GG Vlogs-ში სარხი. ვისი? GG Vlogs. ჩვენ ვისაუბროთ რა. იბადო. რა ხდება აბა როგორ მიდის ლაშქრობა? ბიჭო ჯერ გამოიწერეთ GG Vlogs. ვა. არ ვიცი აი ამის მერე ესე უპასუხოთ როგორ უნდა გაიარო. რა ქვია? Hello. ჯატო. ლეკია ხოჯი. Jato. His name is Jato. ჯატო. Very good. იქმინება? Don't bite, huh? მაგან თუ გიკრინა. იქმინება მარტო. ოკეი. რა ბოროტი ძაღლი ყოფილა ჯერჯერობით კაი ბილიკი არის. სულ აღმართია თანცხელა. მაგრა ვიოფლებით. ხოდა. იმედია ვინმე არ დაგვრჩება. ან მე არ დაგვრჩები. აჰე. რაზე? ანუ რისი თქვა გინდათ რომ ჩამორჩი თუ რა? ზუსტად აი მინდოდა მეთქვა. ეგ იზრა. იმდენი ვილაპარაკე ეთყობა დავჭი. ეს არ შეიძლება ეს არ შეიძლება. როლში შევიდა ნახე. გამარჯობათ. ჩვენ მივბრძანდებით. ხმა როგორ დაინაზა? დიახ, ნინოსხევის ჩანჩქერზე. და უკვე თითქმის მისულები ვართ. თანი არის, რომ თანი მივალთ. არის შენი არის. დაგანახებთ ყველაფერს დეტალურად. ჩანჩქერს განახებთ. დიახ. ახლა ჩვენ ვიყოფებით ბილიკზე, რომელიც მიგვიყვება ნინოსხევის ჩანჩქერამდე და შემდეგ უშუალოდ ღირსშესანიშნავად იქიდან გადათვალიერებინებთ. დიახ. ანუ შენი თქმით ეს არ არის ღირსშესანიშნაობა? შესანიშნავი. ეს ლამაზი ტყე? ეს შესანიშნავი. ღირს არა, ეს იგი უღირსია. უღირსია ეს. უბრალოდ მე თვითონ კულმინაციურ მომენტს გულისხმობ. ხო, ეგრეა. ჩანჩქერზე. როგორ თქვი? თალე საქართველოს ღირსშესანიშნაობა არ არის. ხო და არ მესმის რატო გამოყოფენ ხოლმე? ოსაცესთან ერთად არა ორ კადრში ნამყოფი და მოვბრძანდით. ამან დაგაცურდი რა შენი. ცოტა აი ოცნებები ხდება მეგობრებო. აჰა. თანი შეხვდა ოსაძეს. ეს დიდი მიღწევა, მებედნიერი ვარ. რას ნიშნავს?
ფანი ბედნიერია. არა, ეს ჩემი ფანია. რა მიშურობა. გესმით? ანუ რამე რომ გაურკვეველი არ დარჩეს პირიქით არის. ერთ წუთი გავიზარეს კაი. ალო. ვინც არის იცით ბილიკებზე დააყენეს ახალი ტექნოლოგია, ესე გაული გინიავებს მიდიხარ. ონთ მადლობა უნდა უთხრათ, თორე წინაღარ დახვდება. მადლობა. აი მე ბოლო კაცი რო ვიყავი, ცოტა გამოვყვა კიდე. რა კადრი იყო ნახე. მოდი შენც უნდა გადაგიღო, მოდი. მიდი გააკეთე. ეზა სამსონ. ეგეც გააკეთე, მოდი. ვინმე წაიქეცით რა კიდე? კადრისთვის სჭირდება წაიქეცით რა ვინმე. დავით გურამ წაიქცევ შენ? გადა აი მადლობა მადლობა რა ბუნებრივი იყო? ახეთი მაგარია რა. სუ ვიძახდი და კიდე ვიტყვი რა. აბაგა. ოინე, არ ამთავრდება კაცი სიმაღლე. აუ, აი ეს არის ჩანჩქერი, პირველად ავნახე ჩანჩქერი. მანამდე ახლა ჩანჩქერი. ახლა ჩანჩქერი გასანახე. არა მართლა რა მაღალი არის. ამ ხელა ჩანჩქერი არ მინახა საქონლო. ხალხი ბანაობს. მე მეზარება ბანაობა ვიდეოებს გადაუღე. შეიძლება ცოტა დავსვენდე, წყალი შევისხა რაღაცა. ოპა. აქ რა ხდება? თავს რატო ვიკავებ თუ ადგილი არ არის? პატარა ორ მოგამიცავით. აი მოკლეზეა. იქ არ მინდა მეახლა. გურა სუნია. აი ბალახში ისინი. იქ შეიძლება გადავხდე, მაგრამ იმავე სამშობლო. მოიცა ჩამოვალ და მე გადახდი. სამსონ არის აი შეტები უკვე გაია, შეტები მოდი. ფრეშ ჰაერი მოდის. ძალიან მაგარია. ერთი ეგ მახარეს სამშობლო. სიჭინავა. აფერა გაიხადა. აუ მეთქი მაგარი უნდა გადახდე. სიმაღლე უნდა მოусინჯო ჯერ. არა ხედან გადაგიღე ფიზიკიდან გადაგიღე გადახტომა რო არ ვიცი გადახტომა არ ვიცი იქნება სახით დავენარცხო აი რა არაფერი მოგივა ყველაზე მაღალი საიდანაც გადმოხტარ ვარ არის? რავი, წყლის დონიდან აი ესე, 9 მეტრი. აბა შემდეგი ჩვენი რომელი გაურისკავს ეს ვარ? ეს არ გადამხტარა. ეს შედეგი სამყოფი. ეს შემცირდა. სად? აი ადგილი, იცი?
შეიძლება ესე ვთქვი, მაგრამ ესე შემოდიოდა და მე ვიცი რა. შეიძლება ესე ჩამოვიდა მე მანქანასთან გამოუწევ, მაინც ხელა გავა. არის გამოსაცვლელი. ო, მაგრამ მე ხელა და რო გავივლები ისე არა აქედან არ გიდა, იქიდან ჩავიდა. ტელეფონი ჩავარდა. აი ხინა. შენურის ყავს. ორა გიჟები არა, რა კადრი დავაფიქსირე? აბა მიდი. მიდი აბა. იყავი ისა. იყავი. რა რისკია? მიდი გიღებ. მიდი. აიმე. რა გააკეთე კაცი? არ გინდა ის არ გინდა. თუ რამე გიღებ? აქედან ამოვიდა. აი ზურგი კერდი. მიდი გადა. მოდი. კარი ხელი ვერ გადაუწყვეტია. აუ, მან რა თქმა უნდა. ის იმდენს ზავთრა ხა იქიდან ზავთ რამოს მიიღეს, ნახე რანაირად. ეხა მაიკა გავრეცხა. აუ ესეთი კლადი არის, აკრო არაქანას მომერთმოდა. ჩამოიგრეს და გაიჭიდები. ობა! What's up? აი იქიდან. აბა ყურადღებით თუ რამე ეგრევე წამიყვანეთ. თუ რამე წამიგეთ ეგრევე. ისა? კარგათავარ. არა, არ დამირწია, ფეხებით დავედი. აუ, რამდენი ხანი მომრინო, ბიჭო. ძალიან დიდი ხანი მომრინო. ე რა არის? რეაგამ კეფამიოს. ხო, რა, ხოს? ო, ცოტა შორშნა გამიწა. ზევიდან კარგად ჩადა. აუ, ბიჭო, რამდენი ხანი მომრინო. მაგარი, რა სწორე. აუ, შიში გავიწყდება ბოლოს უკვე მისული ვახარ. აზრი რო აღარ აქვს. შენ მანდ გადავდი.
არა გურამ უნაცადო რა ნაცელი აქ მაქსიმაღლი და დედატროს არის მაქსიმაღლიდან გამოხდა ხარ სად ხიტიტა შეჭამვითო და მეგე დამოა გადმოხდა რა ჩემი არა და სულში ჩამიყოფა ეგე მეც ეგრე მეგონა მაგრამ შენი აღმოჩნდა რა მაგარი იცი ხოხტები და მაღალი ხო არის რომ მოფრინო გზაში ფიქრის დრო გაყიდე ანუ ყველაზე მაგარი ეგ არის რაზე ფიქრობდი ანუ უკვე აზრი რო აღარ აქვს მაგას ხვდები რა უკვე გადამხარი კარგი მაგარი რამდენი ფიქრი აი თავი ნახო გეშინია სანამ გადავხდები ხო ხოდა ერთიო გადამხდები აი დამფარულია შეში რა აზრი აღარ აქვს მანდიდე ხო და აზრი აღარ აქვს აგერში და ხიდა ეგ მიყავდა ეხა ის სარწოთი უნდა გადავხდეს ეხა იქნებ გადავხდე კი გადაგიღე ხო მაგრამ დავიყვირე ხო მაგრამ შედახირი ცოტა დიდხანს აღჭირდა რომ ამოგიყვინთა და ვინერვიულეთ აი ეს შიმიკაი რა გააკეთა ეგ ბომბაჩკა აი ბომბაჩკა გეშკებით და ისა ეგას ფოტო ვაკეთებ ცოტა იქ ხალხი ანალიზი უკეთებ მეთქი რა მოხდა და მე ამოდივარ საპლანული ქონდა ესე იქუნა ეწერო დაიწყე იღეს ხო? იღეს ხო? აი ჩახარ აჰა აბა ლუკა როგორ იყო? არ მეგონა ეგრე თვითმოვდი აჰა არ ჩვენ აბა თასია ისე გადავიღე თვითონ არ მეტყობა რომ ყინავ მე ნაბობა სულიკონი განსაცვით რომ მეტი ძალა დაუხარჯე რა მაგრა გიდრო სისტემასწრელი აუ რა კაია დიდი გასო დიდი ერთი აი მეგობი სკოლი აქ ჩაყობი დიახ მაგრა ჩაყობი ლუკა არა მოყოჩე ლუკა გიგეს აი გაჩობა ზეგა ხელი კრადაის გამოვიდა რა სიტყვი არა მოგუნდა არა ლუკა როგორ ფსიქოლოგია რა ნიშნავს ახი მეგონა რომ ამოყინდა იგეთა აჩახია მაგარი ხარ რა ასე უნდა არ გახიდე თორემო ვიცი ხავა მოვა წერო ახლა აი ცოტათი ახლასაც რომ მივიდეთ უკვე იმ ხალა ის ექნება რომ ბოლომდე ვერ მივალ რა იდე ცოტათი
Damals Surwit გავიდეთ, ხო? აჯობია. Damals მეეთე გავარ. აჰა. Damals ხეობას ახარებები. სიჯინაო ჩამოვხსე. ცოტა შევჭამდა თავად აქედან რა ხელი აღარ მივარგე იმენი ვიყურე ფათაშოი ძალიან მაგარი იყო აი აქედან გადავდი იქიდან ვეღარ გაურისკე იმიტომ რომ აქედან რო გადავხდი იქნება ვიდეო მოვიპოვო კი ჩავაგდეთ მაგ ვიდეოს ეს არის ეფა ჩავასრიალე აი ესე ხებთან აი ესე რა ახლოს ხოდა მაგის მერე აღარ გაურისკე გადახტომა არის რომ მეუბნევია. მე შეუბნევი არ ვიცი მისთვის, მაგრამ უკვე არ ვიცი და. ამ სიმაღლედან პირველად გადავხდი. ფათაშორის. მოგერც ეხა შევჭამდა მე წაწუწა შემოგიერთდებით რა. როგორც იქნა ჩამოვედით სავლით უკვე მდორეზე მივდივართ. ცოტა ხანში ხიდს გადავივლით ისევ და ფაქტიურად უკვე მარშრუტში და ფაქტობრივად უკვე ავტობუსში მივართ. იმედია კაი ვიდეო გამოვა. ორი კაცი ჩამოვხდა, კი არა სამი. დანარჩენები წინ არიან. ალბათ დაგველოდებიან და დავეწევით. სხვათა შორის პირველად ხარ ამ ადგილას და ძალიან მომეწონა. მაგრამ აი ესეთი ნავგვები ძალიან ბევრი ყრია და ძალიან ცუდია რა, იმიტომ დაცული ტერიტორია არის. რეინჯერებიც ასე თუ ისე უფრთხილდებიან რა. არ ჭრიან ხეებს და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ბუნებრივად არის შენარჩუნებული და ამ დროს რა ბატონო კალანტარო, როგორ შეაფასებთ დღევანდელ ლაშქრობას? ძალიან მაგარი. მართლა? კი, ძალიან მაგარი. ვანიშვილი. მე შევაფასებდი 10-დან 10 აი ამ წოდის სუნსოღი. არა, ლაშქრობაც კარგი იყო. მაგრამ ეს წოდისული ძალიან მაგარია. მაგრამ რაღაც არ მოგეწონა შენ მეგობრებო. არა, მე ისა ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ დღევანდელ ლაშქრობას? ძალიან მაგარია. ბატონო სასწაული იყო. მესამეთ არ უნდა გადმოხტარიყავი, ძალიან სულად დავეცი. ეს ძალიან მაგარი. კიდევ კაი გადმო. ეს ჩანჩქერი სალტო არ უნდა გამერისკა, სალტო არ უნდა გამერისკა. ბატონო გიორგი სალსა. რასთან აკავშირებით? ლაშქრობა როგორ მოგეწონათ? ლაშქრობა იყო შესანიშნავი, ჩემი პირველი ჯერი იყო სხვათა შორის, ზოგიერთისგან განსხვავებით, აი აქ რა ჩანჩქერი მესამე წამოთ ახამებულები. ვიბანავე კი სხვათა შორის, უბრალოდ არ გადმოხტარვა რა. წყალი იყო ძალიან კარგი, მაგრამ ცივი რა. ეს როგორი წყალი? რა, ბატონო გიორგი, თქვენებურად შეაფასეთ დღევანდელ ლაშქრობას? ძალიან კაი დღე იყო, ვიბანავით ბევრი. ეცი რომ გადმოხტარიყავ ორი გული ჯიბეში. ყველაფერი კაი იყო მართლა. აუ როგორი იმედი ქონდათ იმორი? მე ამჭირდება. ნამდვილი გრუზინი გავჩითეთო. გულის მოз. გრუზინი გავჩითეთ. ავიგინე ეს ენის გაპიტაროს წერა წავიდე. აუ ცდილობ ჯერ ვერა, მაგრამ ვცდილობ. რაღაც ცდილობი მხელა იმენ გადმოხდა. თქვენ შეაფასეთ ლაშქრობა? აუ ძალიან კაი იყო ყველაფერი. თქვენ? იდეალური იყო. იდეალური. შენ კითხო. ამიტომ არ უნდა შეიქმნა მოლოდინი. შეაფასეთ დღევანდელ ლაშქრობა? ძალიან კარგი იყო. აუ ეს ქრონომეტრაჟი გვეწელებოდა ცოტა მალე მაყოფილი ვარ რა, ჩემი თავით. კარგად ვიარე. ძალიან კარგი. ორი წუთი შეაფასეთ დღევანდელ ლაშქრობა? ცხელი. ძალიან ახლად იღებ. ხალი იყო ცხელი? არა, ამ ძალიან ჩახუთულობა იყო და სიცხე და ისე კაი იყო. ბატონო თამთა. დიახ, რა ბატონო თამთა. შენ ხო მეთაური უნდა გახდე ბატონო გაჩვენა. როგორ შეაფასებთ დღევანდელ ლაშქრობას? საუკეთესო იყო. So far, აი მოეწონა. ყველას მოეწონა, აბა თქვენ. კითხვა რა არის? როგორ მოგეწონათ დღევანდელ ლაშქრობა? ძალიან კაი იყო. ცოტა დამაკლდა. აუ ეფექტურად გადმოვედით. ის დავაკლდა. ანუ ცოტა ტაშფანდურები. არა, კაი იყო. 10-დან 10-დან 99.9. ის 0.01 როცხელოდა ძალიან მაგას. ამინდი მაგრამ დაიწუნა. ხო, მხოლოდ ამინ. ხო. საინტერესო იყო რა, კიდე წამოვიდოდა რა სხვა დროს. მარიამ, მიტყვით თქვენც თუ დავასრულოთ? ბოლო ხარ? ადამიანი კი, ვარ. კი.
ჯერ კითხო უნდა დამის. როგორ შეაფასებთ დღევანდელ ლაშქრობას? დღევანდელ ლაშქრობას შევაფასებდი 10-დან 9.5-ზე რა. უბრალოდ 0.5-დან ცხელოდა რა. ამით თქვენ სამის დააკეთეთ. სხვათა შორის ბევრმა თქვა ეგ. ბევრმა თქვა. ხო. კიდევ სახალისო იყო ის მომენტები, თქვენ რო სიმაღლიდან ხტებოდით, შენ რომ გეშინო და შენ რო საერთოდ გადმოხტი? ვერ არა, ჩემო კარგო. აი, არ არც კი მიცდია. წამა თორნიკეს თაური როგორი? კი სადე. თორნიკეს თაური საფწაული იყო. სიჭინავაც ძალიან მაგრად გადახტა პირველმა მაგანის გუმა. სიჭინავამ რატო დაწყვიტა იმ ორ გულს გოგოს კი? კაიო. არ ვიცი რომელ გულს დაწყვიტა გოგო, მაგრამ ვის დაწყვიტა? თქვენ არ იძახთი? ზე ვიწროი. ხო, ხელი რო ჩაიგდო. ცოტა გაიძვა, ცოტა. ნახე, გაინა. კი, ყველა. რა უბრალოდ მე აღარ მეწკი. ყველაფერს ვუღებ, რომ მრავალს გახდეს. ბევრი სიარული, ცოტა გართობა, ცოტა გაგრილება, ცოტა გარუჯვა. მაიმუნობა, ჭამა, სმა ოღონდ არალკოჰოლური სასმელების, ცოტა ფოტოები. აბა 0.5 მაგაშიც მოიაზრეთ ალკოჰოლიც. მე ალკოჰოლი არ მჭირდება, ამიტომ საერთოდ არ არის ეგ ჩემთვის პრობლემა. ალბათ სხვები დააკლებდნენ მაგას და მე ალკოჰოლს ძალიან კარგად ვერ თვალყავდა. ან ძირითადად ამით მაწყობ. ძალიან ცხელოდა სხვა არაფერი. კაი, ნახვამდის. მოდი, შენ როგორ შეაფასებდი? დღევანდელ დღეს. ნორმალური იყო რა. რო გადმოხდი რა იქცევი? სანამ გადმოხდი, რატო გეშინო და თავიდან? მე გვერდზე ტიპმა მითხრა, არ უნდა დაფიქრდეო რა და მეთქი მართალი ხარ ხო და გადავხდი. ეგ მიგიხარი? ვიღაც ტიპი იჯდა, უცხო ტიპი რა გვერდზე და მაგან მითხრა. ხო, მართალია. არ უნდა დაფიქრდე ხო, აი. უნდა ჩახტე რა. Just do it რა. ხო, აი, სადი. აი გონი ყველასთან მივედი ხო? ფუტურიზე არ გინდა? აბა შეგვიფასეთ დღევანდელ ლაშქრობა. ჩვენი. კარგი. იმედია ხინკალსაც შევჭამთ. მოვასწარეთ 3 საათია გზა და თქვენთან არ მოსულა მეგონი და შეგვიფასეთ დღევანდელი ლაშქრობა. ცოტა დავიღალეთ, მაგრამ ძალიან კაი იყო საბოლოოში. 10-დან 10-დან 9.5. ის ნახევარ ქულას რას გამოაკლებ? საერთოდ არ არის. რაღაცა აკლა რა, ის რო ყოფილება ხო. განვითარების საშუალებას უტოვებთ ანუ. კი. მარშრუტს. მე შევაფასებ 9.9 პერიოდით. ეს ვინც ვერ მიხვდით ლაშქრობის ჯოუქი არის. დიახ. შენ რატო გაქვს კამერის კომპლექსი? არ მაქვს კამერის კომპლექსი, მოვარდი და ვერ მივხვდი რა ხდება. ეხლა რო გითხრათ როგორ შეაფასებდით? ძალიან კაი გასვლა იყო. და ფუტურიზე რატო გვაგინარებს ეგეც რო გითხრათ ბარემ? დაწყენია შენ. მე კაშმანდურების სეკვამინდა და არ მისვენები. მიდი მერე და უცეკვე. ვაიმე. აუ მამარდა შულთან არ მისულო. როგორ შეაფასებთ დღევანდელ ლაშქრობას? რა? დღევანდელ ლაშქრობა რო შეაფასოთ 10-დან რამდენი? თუ ჩავვლით იმას, რომ სიცოცხლეს გადაურში, 10-დან. შენ ჩავა კინა რა? ხო, მე რა მისკდა. ანუ როგორ მოხდა რო გითხრათ ეგ? ანუ ჭრილიანად ჩავარდით თუ ცალიფეხი თუ როგორ და როგორ ამოგიყვანა? ან წავსავსე. ვინ ამოგიყვანა, ვინ არის გმირი? აი, ვაშა. ეს არის გმირი? დღევანდელი დღის გმირი. ბავშვები ყველა მე რა აი ბავშვებიც რაღაცა. ბავშვები, ხო. სახეზე ყველა. არა ნუ თავარი გმირი ვაშა. რა იგზენით მაგ მომენტში, ანუ ჩადიარ? არაფერი, ანუ თელმა სიცოცხლემ ჩადიარ? არა? არა. ვა. მოვეჭიდე და გავჩერდი და ვიბრძოლე. არა და ისეთი სასავარდნე იყო, რომ ვერ უნდა მოჭიდებოდი, წესით ეგრე უნდა ჩასულიყავი. სცენარები იყო და სცენარებს მოვეჭიდე და კი არის. ხალხს მოეჭიდეთ ეგ, როგორც იტყვიან ხო? მოვეჭიდე, მაგრამ ხალხი არ აღმოჩნდა თვალ მყარი. და ხო ორჯერ მოვეჭიდე რა. ეს მე გამოგაჩინოთ მაინც და რო გითხრათ უცებ ერთი სიტყვით შეაფასეთ ლაშქრობა. და ციფრებით თუ ძალიან კარგი გასვლა იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ. და შენთან ვიყავი? ლაშასთან არ ვიყავი. მიდოდა თქმა. 10-დან 10 გამეორება აუცილებელი იქნებოდა. გამეორება გაიმეორეთ. ოღონდ სხვაგან. სხვაგან. მეორედაც გადავაჩენდით მარიამს ანუ. კი.
ეს უკვე ჩემი ჰობი შეიძლება რა. სხვაების გადარჩა. დასაგები. თქვენს რო შეაფასოთ რა რამდენი ლაშქრობა შეიძლება. უკან არ იყურებოდა. ოღონდ ვერ დავიწყე. ზაგარი ხომ არის? მაგას ხო შევტავთ რუჯი მივიღე. რუჯი მივიღე. სუეგი ყო ლაშქრობაზე რაც შეიძლება. წყალისველი. წყალისველი იყო, საკმაოდ თბილიც იყო. თბილი? ცივიც იყო. გააჩნია ფენა იყო. გადმოხდით თქვენ. თუ თავური შევასრულე. არა, 3 წელი. ეს ტემპერატურა როგორ შეაფასებთ? 4 არა 15 მოკალი. იცი რა? სადღაც 23 ადამიანად რომ წერ, მე კომენტარში ვაქცემ. არ გამოსულებ პირველ სამეულში ყოფილიყავი. აქ არ იყავი. მე აქ ვიყავი, შენ არ მოხვედი ჩემთან. ისე დავამონტაჟებ, რომ აი პირველი იყო რა. არა, მე ხო მეორე დავამონტაჟებ, მაგრამ. მაშინ ბოლო კაცად მოდი ჩემთან. ბოლო ხარ? ბოლო. ეს არ ჩაგიწერი, ეს არ ჩაგიწერი. ყველა ჩავწერე. მე არ ჩაუწერი ვარ. ეხლა გამოჩნდით თქვენ. აი, ეს არ ჩაგიწერი. ეს არ ჩაწერო, ეს არ იცოდა. შენ როგორ არ ჩაგწერე? გინდა გადაგიხვი. ხო, აქ რო. რაღაცას ბოდიალობდი ხო არ მახსოვს. აი, ეს თორნიკე. შენაც ჩამწერე. მე კი. როგორ შეაფასებთ დღევანდელს? ძალიან კარგი იყო. ძალიან ყოფილი ვარ. მაგრამ ეს რა არის მეც მარიამს შევუერთდები ბოლოს. როგორ შეაფასებთ დღევანდელს? მე ვერ შევაფასებ. თქვენ უნდა შეაფასოთ. ბოდიში. მე ვერ შევაფასებ. მე გიდი ვიყავი როგორ შევაფასებ. მე შევაფასებ თქო დამესგიდობას. ასაკები არ დამისულებია. მე მგონი ხასიათი შეეცვალა. რა პრეტენზიული ისინი არიან? რესპონდენტები. მე ხო ხომ მაგარი სიტყვა გავაწერე რესპონდენტი. უკაცრავად მე არ დამისრულებია ინტერვიუს ჩაწერა და როცა გულწრფელად მოხვალთ ჩემთან ინტერვიუს ჩასაწერად, მე გაგცემთ პასუხი. ამასთან აღარასდროს არ მივ. არა დაასრულე, უბრალოდ არ იცი. ხო. მიკარნახე, ახლა ვიცი თუ არ ვიცი. გადავახვიოთ? გადაგიხვიო და გიდო კადრები? ყველაფერი გამოჩნდება. დავდოთ? კი ბატონო, პრობლემა. წაცმისულე კამერა ჩანდა. ამ მე არ მალაპარაკე. კამერის პატრონი. შენ არ მითხარი არ გამომაჩინაო? არც მე ხო იცი გაკეთება გინდა? ქრონომეტრაჟი. ხო, მე რა ვიცი, მივედი ხალხთან მეთქი. ხუმრო. ამ კამერის პატრონი ნოვიყავთ ახლა. ზოდიაქოს თელავის საკალი. თელავის ზოდიაქოს საკალი. 3 საათი გვინდა გზაში და მოვასწრებთ. თელავში რომ გავიაროთ, შევუკვეთოთ. ხვალამდე მოვასწრებთ. აუ თელავში მართლა. რა თელავში? თელავში რო გავიაროთ თელავის ზოდიაქოს ხინკალი ყველა. და გზაში რო ჭამოთ? იქ ჭამოთ. ავტობუსის მძღოლი გაგიჟდება. მოჭამოთ მაგასაც. შენ თბილისში ჭამო არის. ჭამოთ. დაუმატებთ ახას? იმას? ხო. რამე უნდა ჭამოთ მაქსიმუმ 10. არა, ხომ უნდა გაიაროს იქ თელავში. საწავი დახარჯოს ის დრო. ჩემი აზრით ქრესფასი. просто მე გომბურზე ჩავხსა. ხო. ხო, არა, გომბურიდან 9 საათს იმაშობა იმატებ. ამ კამერის პატრონი ხო არ გინახავთ შემთხვევით? ვინ არის ამ კამერის პატრონი? ლუკა? ბატონო ლუკა. თქვენთან რომ მოვიდეთ თუ შეიძლება ამ კამერის. კი, მოდი, რა პრობლემა. ყველასთან მოვიარე, ყველას აზრი გავიგე. აი ახლა შენი აზრი მაინტერესებს ამ ლაშქრობის შესახებ. ყველას ძალიან მოეწონა. სხვათა შორის მომეწონა მეც, კაი ლაშქრობა იყო, ცოტა ესაც კი. ესე? არა, თვითონ ბიჭო, მაინც ცოტა. აი, ნუ გაეკრანე ხო ხედავ. ხო, ძალიან თავი ნახევარი მოჭრილი მქონდა. მართლა. აი, ცოტა დავწიე ხა. ესე რო ვქონდა. ბიჭო, მომეწონა. მართლა კაი იყო რა. მაგხელა ჩანჩქერი პირველად ნახე, სიმართლე გითხრათ და გადახდი კიდევაც. მაქსიმალიდანაც პირველად გადავხდი. რეკორდი, ჩემი რეკორდი მოვხსენ. გასაუმჯობესებელია, კიდევ უნდა წამოვიდეთ. კიდევ უნდა წამოვიდეთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და მე წავიდით იქ სამეგრელოში რაღაცა 20 და რაღაცა მეტრიდან რო ხტებია. კი ბატონო. აი ის იქნება. აუ არა, მანდედან ვერა. ბიჭო, გრამა არის. ვერა. ე გაშლილი არ უნდა ჩახდე. გზაში მოვკვდები გეფიცე. ძახეული, გაშლილი არ უნდა ჩახდე. ო. როგორც ფეხები ესე უნდა დახარო. ხო. ესე, აი რომ ჩახდე რა. გზაში გარდავიცვლები, იმიტომ რომ აი ეხაც 10 მეტრი იყო, მაგრამ რო ხტებოდი 20 ხდებოდა რა, ისეთი. გონი 10-ც არ იყო, მაგრამ მეტი. მაღლიდან ბევრი ჩა. არა. 10. მე რაც დავუკვირდი არ იყო. 8.
შეიძლება. ეგა შეიძლება. აი 7 ჰა. ხო შეიძლება რომ რა. აი მე გავუზო. მაგრამ მაინც მაღალია. იმით მოვიდეთ შემდეგში. პირველად გადახდი მაგ. ხო, არა მართლა პირველად ხო გადახდი. ხო მოგეწონა. კი. აი იყო სასწაულოდ ვერ ძალიან არ დაუღლული კერდა. არ დაუღლია ფაქტურად. ეხლა კიდე წავალი წამოვარ, მაგრამ დამეზარება უბრალოდ. ხო. ნანახი მაქვს. თან ღამე არის და არ მინდა იქ დამიღამდეს. სასწაულო ბილიკი არის, არც ძნელი, არც ისა. უთის უნდა დაიმშვიდო. ცოტა ნორმალურად ვისაც აქვს ფიზიკური მდგომარეობა, იმათვის მარტივი არის რა. იქიდან ხო განსაკუთრებით დაღმართი მოდიხარ და შენი ტემპით წამოხარ ძალიან მაგარია. იქ დარჩენის ალტერნატივაც არის და აუ ხო მართლა საშუალო მე ეგეთი ადგილები მიყვარს რა რომ მიხვიდე დარჩე. აუ მართლა კარაო. დიდი ხანი რო გაატარო კი. სასწაულო გაიოთან. მართლა თეთრი ხმაურს რო ეძახიან, თეთრი ხმაური ბუნებრივად არის ჩანჩქერით. ძალიან დიდი. მაგ იმას ჩაწერდი რა ქვია მაგ სტილის ვიდეოებს? ბუშკრავთი? ხო, მაგას ჩაწერდი რა. ეგეც შეიძლება. მომეორდა. მე მიყვარს შენი ფანი ვარ, მე ეგეთი ვიდეოების. კაი ხარ. ჩაუჯდები მე. მეორე ბუშკრავთი ნახე რომ მიდო. უნდა ხო მაგას ჩაუჯდი, ვინახავ რა ეს ოქროებს. პლეილისტებში გადადი. ხო. და ბუშკრავთების ის და ორი ბუშკრავთი არის რა, ჯერ ერთი ეგრაც ნახე და მეორე. კი ბატონო, კი კიდე არის რა ვლოგებიც არ კი არის, კულინარიც არ კი და რაღაცა. ხო. ხო, საინტერესო იყო რა, კიდე წამოვიდოდი რა, სხვა დროს. მარიამ, მეტყვით თქვენც თუ დავასრულოთ. ხო, ხო ადამიანი ვარ. კი. ჯერ კითხავ ადამიანს. როგორ შეაფასებთ დღევანდელ ლაშქრობას? დღევანდელ ლაშქრობას შევაფასებდი 10-დან 9.5-ზე რა. უბრალოდ 0.5-დან ცხელოდა რა. ამით თქვენც ამით დააკეთეთ. სხვათა შორის ბევრმა თქვა ეგ. ხო. კიდევ სახალისო იყო ის მომენტები, თქვენ რო სიმაღლიდან ხტებოდით, შენ რომ გეშინო და შენ რო საერთოდ ვერ გადმოხტი? ვერ არა, ჩემო კარგო. აი, კაი, არ გვინდა. არც კი მიცდია. წამოთო. თორნიკეს თაური როგორი? ვერც კი ცადე. თორნიკეს თაური სასწაული იყო. სიჭინავაც ძალიან მაგრად გადახტა პირველმა მაგანის გუმა. სიჭინავამ რატო დაწყვიტა იმ ორ გულს გოგოს კი? კაია, რა. არ ვიცი გოგოს დაწყვიტა გოგო, მაგრამ ვის დაწყვიტა? თქვენ არის ძახთი? ზე ვიცროი. ხო, ხელი რო ჩაიკიდა. რა? ცოტა გაიძვა, ცოტა. ნახე, გაინა. კი, ყველა. რა უბრალოდ მე აღარ მეწყია. ყველაფერს ვუღებ, რომ მრავალს გახდეს. ბევრი სიარული, ცოტა გართობა, ცოტა გაგრილება, ცოტა გარუჯვა. მაიმუნობა, ჭამა, სმა ოღონდ არალკოჰოლური სასმელების, ცოტა ფოტოები. აბა 0.5 მაგაშიც მოიაზრეთ ალკოჰოლიც. მე ალკოჰოლი არ მჭირდება, ამიტომ საერთოდ არ არის ეგ ჩემთვის პრობლემა. ალბათ სხვები დააკლებდნენ მაგას და მე ალკოჰოლს ძალიან კარგად ვერთობ ხოლმე. ან ძირითადად ამით მატარებ. ძალიან ცხელოდა სხვა არაფერი. კაი, ნახვამდის.